მოგესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ტელეპროექტს ევროპულ არჩევანს. კონფლიქტები და ევროკავშირი როგორც მედიატორი, ევროკავშირის როლი რუსეთის აგრესიისა და ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ. საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სადამკვირვებლო მისია და ჟენევის მოლაპარაკებები. უშლის თუ არა ხელს რუსეთთან კონფლიქტი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას რამდენად შედეგიანია ჟენევის ფორმატი და ევროკავშირის ჩართულობა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით. ევროკავშირ საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, სადამკვირვებლო მისია და ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლი, პოლიტიკური ინსტრუმენტები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში იყენებს, საკმარისია თუ არა ეს მექანიზმები და როგორია ორი ოკუპირებული რეგიონის ბედი. უშლის თუ არა ხელს რუსეთთან კონფლიქტი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას, რამდენად ეფექტურია ჟენევის ფორმატი და ევროკავშირის ჩართულობა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა კონფლიქტები და ევროკავშირის როლი. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ჩვენთან მალაშხია, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე. მოგესალმებით, დიდი მადლობა. კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში. გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი. დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მედიატურაშვილი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი, ანალიტიკოსი თინა ასათიანი, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგის პროექტის კოორდინატორი, მიხეილ მირზიაშვილი, ორგანიზაცია კრიზისის მართვის ინიციატივა, პროექტის ხელმძღვანელი, კობა ბენდელიანი, საინფორმაციო აგენტო ინტერპრეს ნიუსი, ჟურნალისტი, გურამ ოდიშარია, მწერალი, მიხეილ ჯახუა, იურისტი, ლაშა ტუღუში, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი. ყველა სტუმარს გადავხდი ძალიან დიდ მადლობას სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონ შოთა, თქვენთან მექნება პირველი შეკითხვა. მოდით ჩვენ გვაქვს ბევრი დრო სასაუბროთ და განვუმარტოთ მაყურებელს. რითი განსხვავდებოდა ევროკავშირის როლი ის, რაც ჰქონდა მას აგვისტოს ომამდე და რა ხდება აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე? პირველ რიგში ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც არის საქართველოს და რუსეთს შორის, ეს არ არის მარტო კონფლიქტი საქართველოს და რუსეთს შორის, რადგან ეს არის კონფლიქტი ღირებულებით სისტემასთან დაკავშირებით. აქ აბსოლუტურად ადამიანის ყველა უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარღვეულია. გარდა ამისა, ორივე ტერიტორიაზე მოხდა მოსახლეობის ეთნოწმენდა. ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყნის ოკუპაცია, როგორც ფაშისტური, ასევე საბჭოთა, ვიცით ქვეყნები, სადაც სამმაგი ოკუპაციები იყო, მაგალითად ბალტიისპირეთში. იყო ოკუპაციები ორმხრივი, ფაშისტები და კომუნისტები, როდესაც თანხმდებოდნენ და ყოფდნენ ქვეყანას, მაგალითად პოლონეთში და ასე შემდეგ. ეს მაგალითები შორს დაგვიყვანდა, მაგრამ ამდაგვარი რამ, რომ ეთნოწმენდა მომხდარი რეგიონისთვის, ვინმეს დაერქმია დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც ფაშისტურ რეჟიმს, არც კომუნისტურ რეჟიმს არ გაუბედავს. ამიტომ ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებულ დანაშაულთან საქმე და აქედან გამომდინარე ჩვენ იქმედებაც არა მარტო საქართველოსი, არამედ მთლიანად ევროპის, მთლიანად მსოფლიოსი უნდა იყოს ამ ფაქტიდან გამომდინარე. ჩვენ საუბრობ დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე. ქონდა სხვა შემთხვევა, როდესაც მაგალითად პრინციპი ტერიტორიული მთლიანობის კოსოვოსთან დაკავშირებით, სერბეთის შემთხვევაში, სერბეთის შემადგენლობაში შედიოდა კოსოვო, დაირღვა იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალმა თქვა, რომ ამ ტერიტორიაზე სერბები აწარმოებდნენ ალბანელების ეთნოწმენდას. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ასამბლეის უამრავი რეზოლუცია, გვაქვს EUTOS რეზოლუციები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის წესით 94-ში, 96-ში, 99-ში, სადაც წერია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ პერიოდში ეწერა, რომ ხდება უპირატესად ქართველების ეთნოწმენდა. დღეს უკვე გვაქვს რეზოლუციები, სადაც წერია უკვე ცხინვალის რეგიონს, რომ ამ ტერიტორიაზე ხდება ასევე ქართველების ეთნოწმენდა.
და კოსოვოს შემთხვევაში პრინციპი ტერიტორიული მთლიანობის დაირღვა იმიტომ, რომ სერბები აწარმოებდნენ ალბანელების გასაგებია ბატონ შოთა, ეს გასაგებია, რაც შეეხება ჩემს შეკითხვას, შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. როლი, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირს, რამდენად დამაკმაყოფილებელია ეს პოლიტიკური ჩართულობა ევროკავშირის? ეს რაც დაწერილია ფურცელზე, ცხადია დამაკმაყოფილებელია და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, მაგრამ მეორე არის ის, რომ ის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის უკან დგას ასევე ევროკავშირი, გულისხმობ სარკოზი, მედვედევ, სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, ამის პუნქტები, რომელიც ეხება რუსეთის მხარეს, ის არც ერთ პუნქტს არ ასრულებს. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ეს დამკვირვებლები დღეს იქნებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არ ხდება, მაშინ ის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ოკუპანტია და იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გასული უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიებიდან, ეს არ ხდება, პირიქით ხდება მილიტარიზაცია ამ რეგიონების და პირიქით ამ ტერიტორიებზე ხდება ტერორისტების მომზადება, რომლის გადმოგზავნა ხდება ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რო არა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სტრუქტურების ესე ოპერატიული მოქმედება, ჩვენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვექნებოდა არაოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ საჭირო არის მეტი ქმედება, მე სწორედ იმიტომ დავიწყე საუბარი ამით, რომ ამდაგვარი დანაშაული ჯერ მსოფლიოში არ მომხდარა. ამიტომ შესაბამისი რეაქციაც ევროკავშირის, ნატოსი, ეუთოსი, გაეროსი უნდა იყოს შესაბამისი და უნდა იყოს კონკრეტული გეგმები, როგორ დაიწყოს დეოკუპაცია ამ ტერიტორიების, იმიტომ რომ სახეზე გვაქვს დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ბატონ კახა, რა შეიძლება იყოს ეს კონკრეტული გეგმები? თქვენ ეთანხმებით იმას, რასაც ამბობს ბატონ შოთა, რომ უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო ევროკავშირის პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებით და კონფლიქტურ რეგიონებთან. მე მგონია აქ საუბარია არა კონკრეტიკაზე, არამედ იმ გეგმების, უკვე არსებული გეგმების და დოკუმენტების განხორციელებაზე, რომელიც არის ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო თანამშრომლობა სწორედ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. პირველ რიგში აღნიშნავდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მისია შეიძლება ითქვას, რომელიც ევროკავშირის განხორციელებია სხვა ქვეყნებში. ასევე, რა თქმა უნდა, ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის ეგიდით წარმოებული, ასე ვთქვათ, საქმიანობა და თანამშრომლობა ჩვენთან. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ევროკავშირის საელჩო საქართველოში, ევროკავშირის მრავალი განცხადება და ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველაფერი ეს ჯამში, რა თქმა უნდა, ის შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირმა მიაღწია რუსეთთან ცერცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ამბიციურ, ასე ვთქვათ, პროექტს წარმოადგენს ევროკავშირისა, მაგრამ რაც შეეხება განხორციელებას, რა თქმა უნდა, აქ მეტი ალბათ ძალისხმევა საჭირო და საჭიროა რაღაც მეტი დიპლომატიური ან სხვა სახის ხერხების ძიება იმისათვის, რომ რეალურად განხორციელდეს, თქვათ, იგივე მონიტორინგის მისია ან სადამკვირვებლო მისიას, თქვათ, განხორციელება, რომ მოხერხდეს კონფლიქტის ტერიტორიებზე, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია. ასევე უნდა მოიძებნოს რაღაც ფორმულა იმისათვის, რომ რუსეთმა დაიწყოს განხორციელება ისევ ევროკავშირის ალბათ მხარდაჭერით და არა მარტო ევროკავშირის, საერთაშორისო თანამეგობრობის მთლიანად მხარდაჭერით, რომ დაიწყოს განხორციელება იმ შეთანხმებისა, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნა, ასე ვთქვათ, დადებული, ან ევროკავშირის ხელშეწყობით იქნა დადებული აგვისტოს ომის შემდეგ. სხვა ყველა ის გეგმები, მე ვიტყოდი, ევროკავშირის საკმაოდ მძლავრ დახმარებას თავაზობს საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კონფლიქტების მოსაგვარებლად სხვადასხვა პროექტებს გვთავაზობს, რომლებიც ეხება ნდობის აღდგენის მექანიზმებს და ასე შემდეგ. ევროკავშირს აქვს საკმაოდ მრავალი ინსტრუმენტი ამოქმედებული, მაგრამ ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, საჭირო არის რაღაც შედეგი იქნას მიღწეული და ამისათვის მე მგონია, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა, უფრო თქვათ კონკრეტულ საკითხებზე მართლა მუშაობ, თუ კონკრეტიკაზე ვსაუბრობთ, ეს არის უფრო მეტ კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა და ალბათ ძიება იმისა, თუ სად არის ის სუსტი ადგილები, ის სუსტი წერტილები, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს იმპლემენტაცია ყველა არსებული, თქვათ, გეგმისა და შეთანხმებისა. გასაგებია, ბატონ გოგი, თქვენ მინდა გითხოთ, აი უფრო მეტ ძალისხმევაზეა ლაპარაკი, აქვს თუ არა ამისთვის ევროკავშირის რეალურად ბერკეტები, რომ აი უფრო მეტი ძალისხმევით ჩაერთოს აქ კონფლიქტების მიმართულებით?
ობიექტურად აქვს, მაგრამ რამდენად მიეცემა საშუალება ამის განხორციელების. მაგალითად, აი გავიხსენოთ ჩვენ რა სიტუაცია იყო არა მხოლოდ აგვისტოს ომის წინ, არამედ უშუალოდ აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენთან მოქმედებდა საერთაშორისო მისიები. UNOMIG, ანუ ესე გაეროს დამკვირვებელთა მისია აფხაზეთის ტერიტორიაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ რაც კონფლიქტის ზონას როგორც იყო განსაზღვრული და ცხინვალის რეგიონის მიდამოებში და მოქმედებდა EUTOS მისია. EUTOS მისიაც და გაეროს დამკვირვებელთა მისიაც იყო გაძევებული საქართველოსთან. იყო გაძევებული ფაქტობრივად რუსეთის ძალისხმევის შედეგად. იმიტომ რომ ობიექტურად რო ავიღოთ, რუსეთს საქართველოში საერთაშორისო კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ აინტერესებს რო იყოს. მას აინტერესებს იყოს ერთადერთი გამგებელი ამ სიტუაციის და მთელი მსოფლიოს წინაშე ყველგან დემონსტრირება მოახდინოს იმისა, რომ ეგ არის ერთადერთი აქტორი, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს მთლიანად რეგიონი და აკონტროლებს კიდევაც და ვერავინ ამაში ვერ უშლის ხელს. მაგრამ ამავე დროს უკვე ბოლო დროს დაინახეთ თქვენ, რომ ევროპარლამენტში უკვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი იყო ჩამოსული აქ, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ EUTOS მისია აღდგეს საქართველოში. ესე იგი, არის რაღაცა ბერკეტები, ამას რომ ამბობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმედიც, რომ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ამას შეიძლება ძალიან დიდი ძალისხმევა. ამას შეიძლება ბრძოლა საერთაშორისო არენაზე. იმისათვის, რომ ის წინააღმდეგობა, რომელსაც აი ეს გეგმა შეხვდება, ეს იყოს გადალახული. და ამავე დროს უნდა ვახსენოთ ალბათ ჟენევის ფორმატი. რომ ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი ჯერჯერობით ფორმატი, სადაც მხარეები ერთმანეთს ხვდებიან. ჟენევის ფორმატზე კიდევ ცალკე ვისაუბრებთ. მე ბატონელს მინდა ვკითხო, აი კონფლიქტების მოგვარების კუთხით რა დადებითი თუ არის ასეთი ასპექტები, საერთოდ რა დადებითი ასპექტების გამოყოფა შეუძლია მას? Well, first of all, it is very understandable. უპირველეს ყოვლისა გასაგებია, რომ სიტუაცია მტკივნეულია ქართველებისათვის. მე ვაფასებ იმას, რაც ითქვა ამ კოლეგების მიერ დღეს. ბევრი ქართველი მეუბნება მე ბოლო ამ 7 თვის განმავლობაში, რაც მე აქ ვიმყოფები, მეუბნებოდნენ, რამდენად ცუდია სიტუაცია განსაკუთრებით ამ სეპარატისტულ რეგიონებში. და მინდა გითხრათ, რომ ვეთანხმები ბევრად გას. მე მომისმენია მათგანის საუბარი, რომ რამდენად უარესი შეიძლება ყოფილიყო სიტუაცია. მნიშვნელოვნად ის, რომ სიტუაცია ამჟამად მდგომარეობაშია, დაკავშირებულია იმასთან, რომ იყო ეს ძალისხმევა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის მხრიდან, ნატოს მხრიდან, შეერთებული შტატების მხრიდან, ყველა ადამიანის მხრიდან, ვინც მართლაც გასწია ძალისხმევა, რათა უზრუნველყო გარანტია იმისთვის, რომ საქართველო იქნებოდა უარეს მდგომარეობაში. არ ვაპარაკობ იმაზე, რამდენად გეხმარებით. გასაგებია, რომ out of the more than 200,000 IDPs internally displaced persons 200,000 დევნილიდან თქვენ ყავთ between 40 and 50% who have been settled 40-დან 30%-მდე, რომელიც დაბინავდა მეტნაკლებად. დანარჩენი ელოდება პრობლემის გადაჭრას. და თქვენ გესმით და იცით ალბათ, ჩემი შესახსენებელი არ არის, რომ მთელი ეს ძალისხმევა ამ დევნილთა პრობლემის გადაჭრისა ვერ შედგებოდა, რომ არა ევროკავშირი, რომელმაც 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი. მე არ ვაპირებ ვილაპარაკო პროექტებზე, რას ახორციელებს ევროკავშირი, რა ტიპის ფინანსურ დახმარებას უწევს, იმიტომ რომ ეს არ არის დღევანდელი დისკუსიის თემა. თემა არის, გვაქვს თუ არა მეტი საშუალება, რათა წინ წავწიოთ საქმე. ნათქვამი იყო აქ, რომ მართლაც ჟენევის ფორმატი, როგორც ჩანს, არის ერთადერთი ფორმატი ამ ეტაპზე. For the reason that გასაგები მიზეზების და გამო ეს არის ის, რისიც დაშვება ჩვენ შეგვიძლია, რისი მოხერხება ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე. გასაგებია 100 ჯერ განცხადებია უკვე, რომ არ აღიარება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოსი. ჩვენ მრავალჯერ გვითხოვს, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ვითანამშრომლოთ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრატიულ საზღვარს მიღმა
the contacts and ჩვენი ეს სურვილი დაკავშირებულია კონტაქტების შენარჩუნების სურვილთან და იმასთან რომ სურს სამომავლოდ გამოვიყენოთ ეს კონტაქტები ეს ნიშნავს სამომავლო შესაძლებლობებს რისი გაკეთება შეიძლება მეორე მხრივ ჩვენ ამ ეტაპზე როგორც ჩანს არ აგვაქვს რაიმე აშკარა ინსტრუმენტი რომელზეც ვიტყოდით რომ აი ეს არის ეს ღილაკი რომელსაც ჩვენ დავაჭერთ და ყველა პრობლემა გადაიჭრება სამწუხაროდ ესეთი ინსტრუმენტი ამ ეტაპზე არ აგვაქვს არის ხოლმე ესეთი მომენტები ისტორიაში როცა დასავლეთის სამყარო ევროკავშირის არსებობას როცა დასავლეთის სამყაროს ბევრად უფრო ნაკლები ინსტრუმენტი ჰქონდა მაგრამ მან არ მიატოვა თავისი ღირებულებები არ მიატოვა თავისი მხარდაჭერა იმის და მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ზარალი იყო და შეიძლება ძალიან ნაკლები დახმარებაც კი იყო ვიდრე საქართველოს აქვს ამჟამად მაგრამ ამის და მიუხედავად ეს იყო რისი მოხერხებაც იყო შესაძლებელი ადრე მე უბრალოდ შეგახსენებ რა განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილმა ერთა მიმართაზე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ძალისხმევის გამოყენება რათა ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული რომ იქნებოდეს გამოყენებული მექანიზმი რომ იქნებოდეს სამართლიანი და იურიდიულად გამართული მაგრამ თავარი რაც არის საქართველოს მხარეზე ეს არის მტკიცებულება იმისა რომ საქართველო არის წარმატებული და საქართველო ვითარდება არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი საქართველოს განვითარება და წარმატება და იმისთვის რომ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენგან ბატონ ლაშა თქვენ მინდა გკითხოთ აი ხშირად არის ლაპარაკი და ამ სტუდიაშიც უკვე სამჯერ გაისმა რომ აი უფრო მეტი ძალისხმევა ევროკავშირის მხრიდან თქვენც მინდა გკითხოთ რა შეიძლება იყოს ეს უფრო მეტი ძალისხმევა ბატონმა ელჩმა თქვა რომ არის ის ბერკეტები რეალურად რასაც ამ წუთას ვხედავთ ეხ მე მოგესალმებით ბატონმა ელჩმა ბრძანა ასევე რაც აბსოლუტურად სწორია რომ ჩვენ საქართველოს უნდა განვითარდეს აყვავდეს და ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთანავე ვფიქრობ არსებობს შესაძლებლობები უფრო მეტად იყოს ევროკავშირი ჩართული ამ პროცესში. ახლა მე მახსოვს ძალიან საინტერესო დოკუმენტი პიტერ სემნების წოდებული გამოსვლა ეს იყო შესაძლებლობა გავცნობოდით ამ დოკუმენტს ის საუბრობს ჩართულობაზე აღიარების გარეშე ესეთი სათაურით ამ შემთხვევაში ეს პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა საქართველოს პოზიცია ევროკავშირის პოზიციას თუმცა იქ იგრძნობოდა მე ვთვლი რომ გარკვეული კრიტიკული პათოსიც ჩვენი ასე ვთქვათ პოზიციის მიმართ ეს გამოიწვია ცოტა ხნის წინ შარშან იყო საკმაოდ ესეთი სერიოზული დისკუსიები რამდენად გახსნილი იქნება თქვა აფხაზეთი თუ კონკრეტულად აფხაზეთზე საუბრობთ აქტიობებისთვის დასავლეთის აქტიობებისთვის და რამდენად თანხვედრე არის საქართველოს პოზიცია ამ შემთხვევაში იმ პოზიციისა რომელიც გააჩნდათ დიპლომატებს რომლებიც თქვა ამის შესახებ ღიად და ესე გახსნილად არ ლაპარაკობდნენ იმიტომ რომ ბუნებრივია ხა მათ ესმით რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია ამიტომ ძალიან რთულია ამაზე თქვა შექმნან ასე თქვა ფრონტი და ახალი დაპირისპირება მაგრამ რას ნიშნავს ეს გახსნილობა და რას ნიშნავს განსხვავებული დამოკიდებულებები რომელიც ხშირად ხდებოდა კულუარული ასე თქვა დისკუსიების საგანი. ეს პირველ რიგში არის ის მოდალიტები, ანუ ის წესები, ის რეჟიმები, რომელიც საქართველოს მიიღო აი ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. აი ამ მოდალიტებთან მიმართებით ეს ქართველმა ექსპერტებმა კარგად იციან ამ მოდალიტებთან მიმართებით მათ ჰქონდათ გარკვეული ასე თქვა პრეტენზიები, მათ მიაჩნდათ რომ ეს უზღუდავდა მათ შესაძლებლობებს ემოქმედათ ამ ტერიტორიაზე უფრო აქტიურად ვიდრე დღეს მათ შეუძლიათ მოქმედება. იცით რა ეს იქ იყო ძალიან საინტერესო პოზიციები რომ მათთვის მიუღებელია რომ აფხაზეთი იყოს გადაიქცეს შავ თუ თეთრ ხვრელად და ასე შემდეგ რომ მოხდეს ძალიან სერიოზული და უფრო ღრმა ინტეგრაცია რუსეთში და ბუნებრივია ხა ესაც ჩვენ გვაწყობს საქართველოს ხელისუფლებას თუ არა ხელისუფლებას მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ
ფაქტია რომ პროცესი მიდის აქეთკენ და აქ არის დილემა ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას რომ მაქსიმალურად დავხუროთ ეს სივრცე მათ შორის დასავლეთისთვის და ნუ ხა ჩვენ ვიძახით ოფიციალური პოზიცია ესეთია რომ არ არის ეს დახურული მოდით თბილისთან შეათანხმდეთ და მერე შეგიძლიათ იქ იმოქმედოთ მათი პოზიცია ოდნავ განსხვავებულია ისინი თვლიან რომ მათ მეტი სივრცე მეტი თავისუფლება ჭირდებათ ყოველ შემთხვევაში იმ დოკუმენტზე გამომდინარე მე რაზედაც ვამბობდი აი სემნების წერილიდან გამომდინარე და ასევე ბევრი დიპლომატის ასე ვთქვათ არაოფიციალური საუბრებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ მათი პოზიცია და ჩვენი ოფიციალური პოზიცია ერთმანეთს მაინდა-მაინც არ ემთხვევა შესაძლებლობების თვალსაზრისით ამიტომ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ჩვენ საკმაოდ სწრაფად უნდა გავიაზროთ ის ვითარება რომელიც დღეს არის შექმნილი და რაღაც განსხვავებული არაორდინალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის რომ ჩვენი ინტერესები დავამტხვიოთ ამ შემთხვევაში დასავლეთის ინტერესებს და გადავდგათ ის ნაბიჯები რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ჩვენთვის ასევე მათთვის და დღეს რა პოლიტიკაც არის მე მეჩვენება რომ ეს ბოლომდე კარგად არ არის არასახავს ზუსტად იმას რასაც ახლა მე გეტყვი აი განსხვავებული ბატონლაშა რა შეიძლება იყოს ნუ თითქოს ჩანს ზედაპირზე რომ აი გააქვს რაღაც შესაძლებლობა რომ აი აქამდე გააკეთო რაღაც მაგრამ მას შემდეგ არის ოკუპირებული ტერიტორიები რეალურად არ არის მოლაპარაკებების საშუალება რაღაც ხელშესახებ საკითხებზე აი თქვენ რა წინადადება გაქვთ რაზე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება იცით რა ძალიან გრძელი საუბრის თემა მე უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩვენ უფრო მოქნილები მოდით ესე ვთქვათ შეგვიძლია ვიყოთ იმ სივრცეში ეკონომიკური ასე ვთქვათ აქტივობების თვალსაზრისით ანუ მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ მაგალითად დასავლეთის კომპანიებს თუ მათ აქვთ ინტერესი იმ სივრცეში ასე ვთქვათ იმოქმედება მიუხედავად იმისა რომ ის არის ოკუპირებული ტერიტორიები მაგრამ ამის თაობაზე მე ვფიქრობ შეიძლება რომ ვიფიქროთ ჩვენ მეორე საკითხი მე მგონია უფრო მეტი აქტივობა საჭირო ჩვენი მხრიდან საზღვრისპირა ბატონ ელჩი ბზანებდა სწორედ საზღვრისპირა რეგიონების ასე ვთქვათ ხელი შეწყობა მოხდეს ადმინისტრაციულ საზღვარს გულისხმობ ცხადია იქი და აქით სავაჭრო ურთიერთობებს თუ სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებთან დაკავშირებით აქ არის საკმაოდ რთული იურიდიული პრობლემები მაგრამ თუ ეს იქნება ჩვენი პოლიტიკა და არა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სტრატეგია სამწუხაროდ იმ არსებულ სტრატეგიაში ეს არის გათვალისწინებული მაგრამ რეალობა სხვანაირია ჩვენ ამას ხელს რეალურად არ უწყობთ უბრალოდ იქ წერია დოკუმენტში მაგრამ ამისი გაგრძელება არ მოხდა ეს შეიძლება ასევე ვფიქრობ რომ ჰუმანიტარული აქტივობის თვალსაზრისით ჩვენ მეტი შემხედრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სხვა ტიპის ორგანიზაციების რომელსაც აქვთ ინტერესი იქ იმოქმედონ მე მეჩვენება რომ აქაც ჩვენი პოზიციები საკმაოდ ხისტია რა მესმის რომ თბილისში არის ბევრი წყენა იმედგაცრუება ზოგიერთ შემთხვევაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები არ იდგნენ ახლა მოწოდების სიმაღლეზე მაგრამ მიუხედავად ამისა ვფიქრობ რომ უფრო მეტი აქტივობა არის საჭირო ამ მიმართულებით და ჩვენ უნდა გავხსნათ საშუალებები განათლების თვალსაზრისით ჯანდაცვის თვალსაზრისით ეხლა ბოლოს მივიღეთ დოკუმენტი ეგრეთ წოდებული laissez-passer რომელიც აძლევს საშუალებას თქვათ გადაადგილებისა მაგრამ არ ვიცი ეს საკმაოდ საინტერესო ნაბიჯია მაგრამ ვფიქრობ რომ ესეც საკმარისი არ არის კიდე რაღაც დამატებითი და სხვა შორის დრო მიდის და რაც უფრო სწრაფად მივხვდებით რომ ჩვენ გახსნილობისკენ უნდა წავიდეთ პირველ რიგში ჩვენი პარტნიორების ასე თქვა დახმარებით ევროკავშირის ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთს გულისხმობ უფრო მოგებულები დავრჩებით პირველ ჩვენს ის მოსახლეობას რომელიც იქ ცხოვრობს და საერთო ჯამში ეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებასაც წაადგება და იმ მიზნის მიღწევასაც რაც რა თქმა უნდა ჩვენ ბატონო გოგი თქვენ მინდა გკითხოთ აი გახსნილობასთან დაკავშირებით საუბრობდა ბატონი ლაშა რატომ არ იწყება ეს პროცესი აი უფრო მეტი გახსნილობა უფრო მეტი კავშირები და კონტაქტები რა უშლის ამ ყველაფერს ხელს კი ბატონო აი მე ვარ თვითონ უშუალოდ ჩართული რამდენიმე პროცესში ქართულ აფხაზური ქართულ ოსური ქართულ რუსული და ჩვენი ორგანიზაცია ინტენსიურად ამ მიმართულებებს ამუშავებს და ვხედავთ ძირითად სიზნელებს რომელიც ამ გზაზე არსებობს
ოფიციალურად ჩვენი გამოცხადებული პოზიცია და პოლიტიკა, რომელიც მხარდაჭერილია ევროპის და პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მიერ, არის ჩართულობა არაღიარებასთან ერთად. ორივე ითვლება არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ჩართულობა და არაღიარება. სინამდვილეში ჩვენ არ გამოგვდის ჩართულობა. მე ვამბობ საერთოდ აი ქვეყნის პოლიტიკის დონეზე. არ გამოდის ჩართულობა, ამის გამო დრო მიდის, ვითარდება მე ვიტყოდი არასასროლელი და არასასიამოვნო პროცესები, რომელიც შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვენ აი ამ არჩართულობის გამო შეიძლება ხელი შევუწყოთ აღიარების პროცესს. და გამოდის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რაც არის სახელმწიფოს მიზანი. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველანაირად, რომ გამოგვივიდეს ჩართულობა. ეს აი პირველ დოკუმენტში, რომელიც ახსენა ბატონ ლაშამ, სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, იქ იყო ეს ჩადებული. მაგრამ მოხდა მე რაღაცნაირად უკუსურა. საგზაო გეგმა იყო მიღებული, სადაც იყო თითქოს ინსტრუმენტები გაწერილი, კონკრეტული, მაგრამ ის მხარე უკვე უფრო სუსტად იყო წარმოდგენილი, რომელიც გულისხმობდა ჩართულობას და აი მიმართულებას და მოდალოგებები იყო საერთოდ უკვე მოდალოგების დოკუმენტი ლაპარაკობდა მარტო შეზღუდვებზე ფაქტიურად. და შეზღუდვებზე უფრო მეტად, ვიდრე შეიძლება იყოს შესაძლებელი იმისაც, რომ გაგრძელდეს მუშაობა. მაგრამ კიდევ კარგი, ნუ ეხლა რაღაც მოხდა გაგება იმისა, რომ ძალიან პედალირება უნდა მოხდეს და ამიტომ რაღაცა მუშაობის საშუალება არის. ამ პედალირება, ამ მოდალობების მიმართულებით არ ხდება. ეს უნდა ვაღიაროთ. მაგრამ ეს პრაქტიკულად აღნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაკეთეთ მაქსიმუმს იმისა, თუნდაც ნახევარს იმისა, რაც გასაკეთებელია. ანუ უნდა გაკეთდეს მართლა ჩართულობა და ჩართულობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ის საზოგადოებები გამოიყვანოთ იზოლაციიდან როგორ. ჩვენ ნავაჩვენოთ მათ შესაძლებლობები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით გახსნილი და ისინიც იქნებიან გახსნილი. თუ ისინი არ გამორიცხავენ ჩვენთან ურთიერთობას, რაღაც გარკვეულ ერთობლივ პროექტებს, რასაც ჩართულობა გულისხმობს, ასეთ შემთხვევაში მათაც ექნება დახმარება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით ევროკავშირიდან. ევროკავშირიდან ეს სიგნალები მათ მიღებული აქვთ და იციან. მაგრამ ამას რა თქმა უნდა უშლის რუსეთის პოზიცია და ამას უშლის განწყობა ადგილზე იქ. მაგრამ მეორეს მხრივ მე ისიც ვიცი, რომ ინტერესი არსებობს კონტაქტების განვითარების მიმართულებით. აფხაზეთში განსაკუთრებით იგრძნობა უკვე დაწყნარებული დამოკიდებულება ქართველების მიმართ. ანუ ის რომ მაგალითად აღიარება მოხდა რუსეთის მხრიდან მათი დამოკიდებულებას, ის რომ რაღაცა გარკვეული სტაბილურობა ეხლა მათ აქვს, ეკონომიკური და გარკვეული დაცულობის რაღაც მექანიზმი, რომელთაც ესე ისინი უკავშირებენ რუსეთის თქვათი ყოფნას, ეს ერთია და ამავე დროს გამოიწვია რაც გარკვეული უკვე დაწყნარებულობა იმასთან მიმართებაში, რა საფრთხე შეიძლება მათ რეალურად, ესე იგი დაინახონ ქართული მხარისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირ საფრთხეს მათთვის არ წარმოადგენთ, მაგრამ იქ იყო ასეთი განცდა და ესეც გასათვალისწინებელია. აი ამის შედეგად შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ის, რომ მათ აქვთ ინტერესი, მათ რაც დასტურდება იმით, რომ ინფორმირებულობა აქვს ძალიან მაღალი, მართლა ასე რომ იყოს, რომ აი ჩვენ მივიღეთ თქვენგან უკვე ესე იგი აი ეს თქვა განსაკუთრებული მდგომარეობა უკვე რუსეთისგან მონიჭებული და რუსეთია აქ და ამიტომ ჩვენ არც გვაინტერესებს აი იქით ემბურგის იქით რა ხდება, ამიტომ ჩვენი ინტერესები სხვაგან არის, არ არის ასე. მშვენივრად არიან ინფორმირებული იმის შესახებ რა ხდება აქ. გარდა ამისა, არასოდეს არ აცხადებენ უარს კონტაქტების დამყარებაზე და რაღაც გარკვეულ პროექტებში ჩართულობას. აი ქალბატონთინა არის ასეთი ორი პროექტის ესე ჩვენთან ხელმძღვანელი გადასტურებს იმას, რომ როდესაც ჩვენ გვინდა მათ ესე ერთობლივი ქართულ აუსვოი უფრო ქართულ უსოზე მე ვიტყვი, ქართულ აფხაზური ჯგუფის შექმნა მოვიწყოდი არანაკლები ინტერესი არის და მსაყოფა იქით ფარეზე ვიდრე აქეთ ფარეზე. გასაგებია, აი ზუსტად აი ამ ორმხრივ ნაბიჯებზე მინდა გკითხოთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ენგურს აქეთ მხარეს შეიძლება არ არის საკმარისი ძალისხმევა. აი იქიდან რა საკითხებზე შეიძლება იყოს საუბარი? ადამიანები რომ დასხნენ მაგიდასთან ელემენტარულად და დაიწყონ რაღაცაზე ლაპარაკი. არის ასეთი საკითხები? ისიც რომ მოდით მე იმ პროექტზე გეტყვით, რომლის კოორდინატორიც ვარ ამჟამად და რომელშიც ვიღებ მონაწილეობას უკვე ფაქტობრივად ეს იყო 12 შეხვედრა და მე-13 იყო უკვე 10 დღიანი ასე ვთქვათ ტრეინინგი, ანუ საკმაოდ ბევრია ეს წელიწადნახევრის განმავლობაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო პირველ რიგში რა თქმა უნდა
ევროკავშირს ვინც შეგვიწყო ხელი, ასე ვთქვათ, ძალიან ამაში ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, ვინც ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად ახორციელებს ამას. ეს არის იკავე პაქს კრისტი ჰოლანდიური ორგანიზაცია, ეს არის რა თქმა უნდა ბერქოფის ცენტრი, ეს არის ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც ხუთივე პარტნიორს ვასახელებ, იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე რაღაცნაირად ესე თანამშრომლობით დავიწყეთ, ეს არის სამყარო ძალადობის გარეშე სოხუმში მოქმედი ზურაბ ბაჩვას სახელობის ასე ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაცია და ეს არის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების ასოციაცია ცხინვალში და ეს პროცესი არის, მოკეთ მე მინდა ვთქვა რა, რომ აი რაღაცა ახალი გვინდაო რომ ვფიქრობთ, ნუ მე ჩემი მხრიდან ვიტყვით, რომ ანუ ეს დამატებით ვთქვათ, მე ვარ სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით და პროცესების, ასე ვთქვათ, სპეციალისტი, იქიდან გამომდინარე, რომ მენეჯმენტიც, ასე ვთქვათ, ჩემი სფეროა და კონფლიქტების მართვაშიც ვარ 96 წლიდან ბატონ გიორგისთან ერთად კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევის ცენტრში. არის შინაარსები და არის პროცესები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომელიც არის გარანტი იმ მიზნის მიღწევის თუ პირიქით რაღაცის დაზიანების და დაშავების პროცესში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც გამოცდილება, რაც არსებობს ცოდნა ამ მიმართულებით, დაწყებულია ელემენტარული კომუნიკაციიდან, რომ ის იყოს ეფექტური, რომ მე რო რაღაცას ვიტყვი, მეორე მხარა ის გაიგოს და მე რო ვიტყვი და მან იცის თუ არ იცის ეს ვთქვათ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ამას და მე ვამბობ მე უთხარი მას და ასე შემდეგ ხა კონკრეტიკაში აღარ გადავალ. ანუ ესე ძალიან პატარა დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს ერთი მინდა ვთქვა, რომ არის პროცესები, რომელშიც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას და სხვათა შორის არა მხოლოდ არასამთავრობო და არა მხოლოდ სახალხო დიპლომატიას ეხება, არამედ ეს ეხება საერთაშორისო ურთიერთობებსაც. კარგად არის ცნობილი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სოციალ-ფსიქოლოგიური ასპექტები არის საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი და ითვალისწინებენ ამას. მეორე მომენტი, რომელიც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ როგორც რეზულტატს ვიტყვი, მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ჩამოყალიბდა გუნდი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მოქმედი პირების ორგანიზატორებს ვეძახით ჩვენ თავს, ანუ ორგანიზატორების, მათ შორის და მათთან ერთად აფხაზების, ოსების და დავასახელე მე დანარჩენები ჩვენ ასე ვთქვათ ჰოლანდიელები და გერმანელები გუნდები თვითონ აფხაზების მხარეს გუნდები მოქმედი გუნდები სამშვიდობო მიმართულებით მე გულისხმობ. მე ვიდა დავამატო კონსორციუმის დასახელებაში და ყველა დოკუმენტებში და ვებგვერდზე ყველგან თანაბრად მონაწილეობს ყველა ხუთივე ორგანიზაციის დასახელება. ესე იგი აფხაზებს არ აქვს არაფერი საწინააღმდეგო იმისა, ქართული ორგანიზაციის გვერდით გამოჩნდეს მათი ლოგო. აი ამათაც მაგით დავიწყეთ და ხო მე მინდა ვთქვა რომ მოკლედ ეს იმდენად საინტერესოა ამის ნახვა, რომ ესე იგი საკმაოდ მაღალი ხარისხის ნდობაა არა მხოლოდ ქართულ მონაწილეებს და აფხაზ მონაწილეებს შორის, არამედ ქართულ და აფხაზ მონაწილეებს შორის, ქართულ და ოს მონაწილეებს შორის. ანუ ეს მე მგონი არის საფუძველი იმ წარმატებების, რომელიც წელიწად ნახევარ-გაზრდის განმავლობაში, რასაც მივაღწიეთ. ანუ ეს გამიგრძელდა ახლა ძალიან გამიგრძელდა. ტრენინგი გავლილია. ანუ შედეგი რა არის, მოკლედ რომ ითქვა. რაზე შეიძლება ლაპარაკიო, თქვენი შეკითხვა იყო. ყოველ ჯერზე რომ ჩავდიოდით, საუბრობდით ყველაფერზე, რაც იყო აქტუალური იმ მომენტისთვის. კარგი, გასაგებია. და ეს იყო შესაძლებელი. ოღონდ როგორ ლაპარაკობ, როგორ ესაუბრები. პოზიციის გასხოვების ლაპარაკებები. სადაც მიმდინარეობს ყველას მინდა დაუსვა შეკითხვა ჟენევის ფორმატის პარგლებში. რამდენად შედეგიანია ეს ფორმატი, კობა, თქვენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხს. ვიდრე ამ კითხვას გავცემ პასუხს, მე სარგებლობ შემთხვევით და ბატონო გადავუხადო იმ საქმიანობისათვის, რომელიც ეს საერთოდ ჩვენთან აკეთებს. ბევრი მიმართულება და გულიმწყდება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მართლაც არ იცის რა ბევრ სფეროს ეხება მათი საქმიანობა, ეს ერთი. მაგრამ ამას იმიტომ არ მithkoms, მხოლოდ რომ უბრალოდ ესე იგი აღზრდილი ადამიანის დაბეჭდილება დავტოვა, იმიტომ რომ ვიდრე ჩემს ძირითად სადგელს ვიტყვი და ერთგვარად დისონანსად შევიტან ჩვენს ამ შვიდ საუბარში ურთულეს თემაზე და განყენებულ მსჯელობაზე, რომელსაც რეალობასთან მე თუ მკითხავთ არაფერი კავშირი არ აქვს. მთელი პრობლემა, რაზეც ჩვენ ახლა ვსხედავთ და ვსაუბრობთ, მე მგონი ისევ იმ სტრუქტურას უკავშირდება, რომელსაც ბატონი ელჩი წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ის
არაფრის შუაშია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ რა უნდა გააკეთოს ის ბრიუსელიდან იღებს, მაგრამ მოდით დინამიკას მივადევნოთ თვალი. ანუ ჩვენ სახეზე გვაქვს რა ევროკავშირის, ევროჰეუთოს, ევროსაბჭოს ბრწყინვალე დადგენილებები აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. მერე რა? არც არაფერი. რამდენიც გინდა წერეთ და იკითხე, გეუბნება კრემლი, მოსკოვი, ხან ერთის სპირით, ხან მეორე სპირით არ გვაინტერესებს. პასუხი ბრიუსელის დუმილი. უკეთეს შემთხვევაში დუმილი, ან უკეთეს შემთხვევაში განცხადებები და უკვე მაპატიეთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ერთგვარად ღიმილით ხვდება, მორიგ შეშფოთება, აღშფოთებას, ეს იქნება ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმედია უთარგმნიან, არა? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ამას მე რატო ვამბობ? იცით, მოდი ჩვენ ცოტა რეალისტურად უნდა შევხედოთ ბევრ რამეს. მე ამას როცა ვამბობ, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ის, რომ კი, ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონია და გვქონია კულუარული საუბრებიც დიპლომატებთან არაღიარებაზე. ბევრ საუბრობენ, მაგრამ აღიარებაციც თავს ხშირად აკრევენ ხოლმე. და ამას აკეთებენ ისეთი დონის დიპლომატები, რომელიც თავის ქვეყანაში გავლენიანი საკმაოდ არიან. გითხრათ სიმართლე, ეხლა არ გავუყვები ვისთან და რასთან მქონდა საუბარი და რა შეხვედრებზე იყო ეს, მაგრამ მე ისე უბრუნდები მთავარ თემას. თემას თვითონ ევროკავშირის უხერხემლობის. ანუ ერთი პოზიციით არ საუბრის მოსკოვთან. იმიტომ რომ ნახეთ, მე მგონი ცივი ომის შემდეგ რუსეთმა მიაღწია საწადელს. ანუ ყოველ შემთხვევაში ევროკავშირი ისეთ დაყო, რომ რაღა დარჩა ამ ევროკავშირისაგან ჩემთვის გაურკვეველია. ცალკე პარიზი მოსკოვის ურთიერთობები, ცალკე ბერლინი მოსკოვის ურთიერთობები და გითხრათ სიმართლე ისე მთავარი, ესე იგი ერთი ხმით, ერთი პოზიციით არ ესაუბრება დასაჯა ევროკავშირმა. ან რაიმე პასუხი მოსთხოვა იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალი გადააღია თავზე ქართველებს კი არ და საქართველოს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს. არა? ჩვენ პრინციპულ საკითხებზე, როდესაც არ ვსჯელობთ და არ ვაყენებთ პრინციპულობით ჩვენ კი ვაყენებთ, მაგრამ იმათ არ ესმით. იმიტომ კი არ ესმით, რომ გაგონება არ უნდა, იმათ თავისი ინტერესი აქვს. ახლა მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ქვეყანას თავისი პრაგმატული დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმი და გასაკვირი არაფერი არ არის. ევროპა პრაგმატიზმის ქვეყანაა, ცივილიზებული ურთიერთობების მომხრეა და ეკონომიკური ინტერესების სამწუხაროდ ჭარბობს ამჟამად, მაგრამ ჩვენ თუ ესე ვთქვათ, უყურეთ ამ სიტუაციას, გითხრათ სიმართლე, მარტო კიდევ ვიმეორებ, უმადურობა არ მინდა არც ჩვენმა ელჩმა გაივლოს გულში ქართული საზოგადოების და არც სხვამ ვინმე. მადლობის მეტი რა გვეთქმის, ჩვენ კარგად გვახსოვს აგვისტოს 8 წლის აგვისტოში მის შემდეგ თანადგომა პოლიტიკური, ეკონომიკური და ასე შემდეგ, მაგრამ ის ვითარება, რომელშიც ეხლა რეალურად ვართ, არის როგორ გითხრათ, ვაკეთებთ, რუსებს ჰქონდა dealing with как будто едем, მაგრამ ჟენევაზე ორ სიტყვას გეტყვით. ორი სიტყვი და შემდეგ ბატონ ელჩს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ასე ვთქვათ, ამ ნათქვამსაც და მე მინდოდა ისედაც დამესვა შეკითხვა თქვენთვის რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით. კობამ იხმარა ასეთი სიტყვა უხერხემლობა ევროკავშირის. მე მინდა რომ უპასუხოთ იმას გარკვეულწილად, რაც კობამ თქვა, შემდეგ ბატონ გურამს მივცევ სიტყვას და შემდეგ ჟენევის ფორმატზე გადავალთ. Well, Russia does exist. Ну, ვიტყოდე რუსეთი არსებობს, ამას ვერ გავექცევით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი საერთაშორისო ურთიერთობების. It is a partner. ევროკავშირისთვის რუსეთი არის პარტნიორი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. Arrangements have to be made. და უნდა იყოს მიღებული ძალისხმევა გარკვეული მიმართულებით, ბუნებრივია ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის ენერგეტიკულ სფეროში, უსაშროების სფეროში, ტერორისტთან ბრძოლის სფეროში, საფრთხეები, რომლებიც არსებობს თანამედროვე სამყაროში, რომელიც ძალიან კარგად იგრძნობა ევროპის მიერ და one of the possible venues to address these issues. და ჩვენ ვერ მივცემთ ამ საშუალებას, რათა უგულავყოთ ეს მნიშვნელოვანი საკითხები.
მაგრამ მოდით ერთი წამით დავიწყოთ რუსეთში. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ უფრო საქართველოზე ვლაპარაკობ და მე მესმის გარკვეული სიმწარე თქვენს ხმაში და მესმის კიდევაც რატომ არსებობს. მე ვისურვებდი რომ ევროკავშირს ან ნებისმიერ საერთაშორისო მოთამაშეს შეეძლოს ერთი შემოქმნას ხელი და ყველაფერი დაალაგოს. მე ვინატრებდი ამას. მე ვინატრებდი რომ შესაძლებელი ყოფილიყო რომ ვინ წედებოდა პასუხისგებელი რამეზე მართლა აგოს პასუხი. მაგრამ ეს ასე არ ხდება. მე დავიწყებდი იმითი, რითიც დავიწყეთ ეს გადაცემა. თქვენ დაიწყეთ საუბარი იმითი, თქვენი სიტყვებში აისახა მეტნაკლებად ის რა იყო 2008 ომის წინ მიდიოდა ინტეგრაციის პროცესი, იყო შტაბეშტილება, რომ საქართველოს ინტეგრაცია მიმდინარეობდა და ეხლა არის შტაბეშტილება, რომ ეს ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და შეყომდა. One doesn't need to be dramatically smart to see it. არ არის საჭირო ნაბეტანი ჭკვიანი იყო რომ მიხვდე რა ხდება სამდვილეში ინტეგრაცია საქართველოსში ევროკავშირში what we call often the ever closer უფრო ღრმა და ყოვლის მომცველი დაახლოვება ევროკავშირთან არ შეჩერებულა არ დასრულებულა in fact რეალურად თელის საუბარი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თელი ეს აქტუალური საკითხები რომელიც დღეს განიხილება საქართველოსთან თელი ეს საკითხები დაკავშირებული საქართველოს მომავალთან მათ შორის საქართველოს უშიშროებასთან დაკავშირებულია საქართველოს დაახლოებასთან ევროკავშირთან და ის რომ იმასთან რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროკავშირს უახლოვდება დასავლეთს ეს პროცესი არ შეჩერებულა ეს პროცესი არ შეყოვნებულა და მე ვთვლი რომ it is very easy ევროკავშირმა დადებითი მხარებიც კი ნახა ურთიერთობაში ძალიან ადვილია შეურაცხყოფილის ან ნატყენის პოზიციის დაკავება და მე მესმის ეს პოზიცია ძალიან ადვილია რომ ვცნობდი ასე რომ ღებულობ ნაკლებს ვისე and because of taking this position to leave გეკუთვნის ეს მართლა ზოგჯერ ასეა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დავივიწყოთ ყველა ის შესაძლებლობა რომ მუდმივი ძალისხმევით შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ მომავალში Don't do this, please. ძალიან გთხოვთ, ნუ დაივიწყოთ ყველა შესაძლებლობას. To Europe and to the Western road in general is not blocked. ევროკავშირისკენ და დასავლეთისკენ არ არის დაბლოკილი. Much more blocked. მე იყო ქვეყნები, რომელსაც ბევრად უფრო მეტი დაბრკოლებები ჰქონდა. ქვეყნები, რომლებშიც ბორკილებში იყვნენ, მაგრამ მაინც მიაღწიეს წინსვლას. და ამიტომაც ძალიან გთხოვთ, თავი არ ჩაღუნოთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენი is after all the psychological issue. თქვენ სპეციალობა გავითვალისწინოთ. ეს არის ფსიქოლოგიური საკითხი, დობის საკითხი. მე მესმის რამოდენა იარა მიაყენა საქართველოს 2008 წლის სიტუაცია. მათ შორის იარა დობასთან დაკავშირებით. After all, once you have your წმენისა რომ ბოლოს და ბოლოს and devoted friends ჩვენ ყავს სამართლიანი მეგობრები, ერთგული მეგობრები და ეს ყველაფერი იმუშავებს ისინი დაგვეხმარებიან. რეალობაში ეს ყოველთვის ისე არ მუშაობს როგორც ჩვენ სულს ეს არ ნიშნავს რომ თქვენ დაკარგეთ მეგობრები ეს არ ნიშნავს რომ მეგობრებმა თქვენ მიგატოვეს ძალიან გთხოვთ გახსოვდეთ ეს იმიტომ რომ თუ თქვენ ეს დაგავიწყდება ეს მხოლოდ საქართველოს პოზიციას ავნებს გასაგებია მე მინდოდა ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით მაგრამ მოდი ამაზე ვისაუბროთ გადაცემის მეორე ბლოკში მანამდე ბატონ გურამს მინდა ვკითხო აქ იყო განწყობებზე საუბარი რა განწყობა ვთქვათ აფხაზეთის მაგალითზე რა განწყობა აფხაზეთში და რა განწყობა აქეთ დანარჩენ საქართველოში გვაქვს თუ არა ჩვენ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის რომ ერთმანეთზე ვიმსჯელოთ აქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია სოხუმში რომ იმსჯელონ აქეთ საქართველოზე და ჩვენ თუ გვაქვს სოხუმზე საკმარისი ინფორმაცია ვიხსენებ 80-იანი წლების ბოლოს მაშინ როდესაც ეროვნული მოძრაობა აბობოქრებული ასე ვთქვათ იშლება საბჭოთა კავშირი და რომელიც ძალიან სწრაფად დაიშალა თუმცა ყველა ელოდა მაგრამ ეს იყო რაღაც მოულოდნელი მოსალოდნელობა და მახსენდება სიტყვა შვეიცარია ახლა ჩამესმის ყურში ვთქვათ იგივე აფხაზეთში იყო ესეთი
ოცნება რომ აი ჩვენ ვიქნებით ზოგიერთების მაშინ არ რადიკალებ უძახდით მაშინ მათ რომ აი ჩვენ გავხდებით დამოუკიდებლები და ვიცხოვრებთ როგორც შვეიცარიელები ცხოვრობენ. ამავე დროს ხო საქართველოში ის მოდა ხშირად რომ ჩვენ იმდენად დიდარი ქვეყანა ვართ რომ ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ წყაროსწყალი, გავყიდოთ ბორჯომი, გავყიდოთ ღვინო და ჩვენ ვიქნებით შვეიცარია. მაგრამ გავიდა დრო და არც თუ ისე მცირე უკვე, მაგრამ აი შვეიცარია რაღაცნაირად დაგშორდა, არ მოხდა ესე იგი გაშვეიცარიელება აი ჩვენი. თქვენ მკითხეთ იმ ურთიერთობებზე რომელიც არის. ამ შორის არის მოვაყოლებთ რომ მე ვარ სახალხო დიპლომატიის ეგიდით მოსიარული კაცი, მე არა ვარ არც პარტიული, არ წარმოვადგენ სახელმწიფო რომელიმე სტრუქტურას და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ალბათ უფრო ადვილია ხოლმე როდესაც აი ამ ბილიკით დადიხარ, იმიტომ რომ ადამიანები რომელსაც ხვდები, ისინი უფრო მეტად არიან გაშლილი. და ევროპაშიც გვიწევს ხოლმე ჩვენ შეხვედრები და არაერთგზის ყოფილა თემა ევროკავშირი და აი ჩვენი კონფლიქტები და ვინა ვარ ჩვენ, რანი ვართ, რა გვინდა ევროპაში, რა მაგალითი შეიძლება ავიღოთ მისგან და აი საერთოდ დასკვნებიც გაგვიკეთებია რომ ევროპის გაერთიანება ესე უცებ არ მომხდარა. 40 წლის წინათაც 50 წლის წინათ თავისთავად არავინ არ ელოდა რომ ის ხალხი რომლებიც თქვა ერთი მეორეს უძახდა რომ ის მაკარონის ჭამელი ან მეორე უბრუნებდა სიტყვას რომ თქვენ ბაყაყის ჭამელები ხართ და ამ შემდეგ აი ასე გაერთიანდებოდნენ ერთბაშად, ექნებოდათ ერთიანი ფულადი ერთეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თავარი მაინც არა ეკონომიკა იყო. რომ ეკონომიკურად მაღალი დონეზე იყვნენ ეს ქვეყნები. თავარი მაინც იყო კულტურა. აი ეს კულტურა, ის ჰუმანიზმი, ის უმაღლესი ფასეულობები, რომელიც აქვს ევროპას. დღესაც ჩვენ გვესურს აი რემონტს რო გააკეთებს, ვიღაც ამბობს აუცილებლად რომ ეს ევრო რემონტია, ან თუნდაც სახლი გაყიდოს, ეს არის ევრო რემონტი გაკეთებული ბინა და ასე რომ კარგად უნდა გაიყიდოს. ასევე ხშირად ევროპელებისგან გამიგია რომ ჩვენ წავიკითხეთ რომანი, მართლაც რომ ევროპელ მწერალს ეკადრება და ასე შემდეგ. ასე რომ აი ამ კონფლიქტში თავისთავად ევროპა, რომელიც მე ვფიქრობ რომ ცოტა გვიან ჩაება, იმიტომ რომ თავიდან იყო უფრო გაერო და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, როგორც მომრიგებლები და შემრიგებლები, ევროპა უფრო შავ ზღვაში უფრო გვიან შემოვიდა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამავე დროს არანაკლებით უფრო მეტი არა მნიშვნელობა აქვს აი დიალოგს. თუნდაც ამ შემთხვევაში ავიღოთ ქართულ-აფხაზური დიალოგი. ანუ ჩვენ საუკუნეები ერთად ცხოვრობდით. საუკუნეების განმავლობაში გვიშენებიათ ტაძრები, ეკლესიები და ერთი სახელმწიფო გვიშენებიათ ჩვენ, არა? ეს საუკუნეების განმავლობაში მოხდა. ჩვენ გვაქვს დღეს უზარმაზარი დრო და ვაანალიზებთ და ვფიქრობთ და მსჯელობთ ამაზე ყველაფერზე, მაგრამ ასევე დასკვნის სახით შემიძლია შემოგთავაზოთ ესეთი რამ, რომ შეიძლება ძალიან კარგი საბუთები ქაღალდებს მოეწეროს ხელი იგივე ევროპულ დონეზე, საერთაშორისო დონეზე, გაეროს დიდი სახელმწიფოების მხრიდანაც, რომელსაც შეუძლიათ დიდ სახელმწიფოებს წვეთი სისხლის დაუღრელად გაანადგურონ პატარა სახელმწიფო, ჩაგდონ ისეთ მდგომარეობაში, რომ ის წელში ვერ გაიმართოს, არა? და მაგრამ თუ ხალხებს შორის არის სიძულვილი, ეს ქაღალდები არ ემუშავებენ. თავარი არის ამ შემთხვევაში ქართველებსა და აფხაზებს შორის მეტი ინფორმირებულობა იყოს. და რამდენად არის ეს სამწუხაროდ უბრუნდები უკვე თქვენ კითხვას, როგორც სამკითხეთ, არ არის იმ დონეზე. მე ერთ-ერთი ორგანიზაციის სტატუსი მაქვს ასეთი მშვიდობის ელჩი, რაც მიადვილებდა აფხაზეთში ჩასვლას და 2 წლის წინათ ვიყავი კიდეც მან, ეს მეორე ჩასვლა იყო ჩემი, ხვდებოდი ხალხს პატარა აფხაზეთი, მაგრამ ძალიან ჭრელია საზოგადოება და ასევე სხვადასხვანაირად უყურებენ ყველაფერს, მაგრამ მე როდესაც იქ ვიყავი, თითქოს რომელიც ინტერნეტითაც ვეცნობი, კითხულობ, შეხვედრები მაქვს ძალიან ხშირი, უკვე სხვა აფხაზეთი ვნახე, სხვა დასკვნებით ჩამოვედი. თბილისში და იმ დროს როდესაც ჩვენი სტუმრები აფხაზები ჩამოდიან თბილისში და უკან ბრუნდებიან, ასევე ცოტა სხვა ადამიანები ბრუნდებიან. მე ვისურვებდი, რომ მეტი კონტაქტები ყოფილიყოს, მეტი ურთიერთგაგება, ევროპული პარალელი ყველათ არ მომიყვანია თავიდან, რომ ევროპას ერთი სულიერი, ესე იგი გაერთიანებამდე ერთი სულიერი სფერო ქონდა და აი სფერო უფრო აიგოს და უფრო გაფართოვდეს, სადაც ჩვენ თავისუფლად ვესაუბრებით ერთმანეთს. ხოლო ევროკავშირს რა თქმა უნდა დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვიწყობს ამაში ხელს. კარგით, ახლა რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, დავბრუნდებით სულ ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში და ჟენევის ფორმატზე, რომელზეც სურდა პირველ ბლოკში საუბარი, ვისაუბრებთ მეორე ბლოკში. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და მე მინდა ამჯერად შევეხოთ
ჟენევის ფორმატს ბატონ შოთა თქვენ გითხავთ პირველად რამდენად კმაყოფილი ხართ საქართველოს ხელისუფლება იმ მოლაპარაკებებით რაც ჟენევაში იმართება ხოლმე რამდენად შედეგიანია ეს ყველაფერი თვითონ ფორმატის თვალსაზრისით ეს არის უმაღლესი ფორმატი იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო ევროკავშირი გაერო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და ორი კონფლიქტის მონაწილე მხარე რუსეთი და საქართველო ღებულობს ამაში მონაწილეობას კონკრეტული გადაწყვეტილებებიც არის მიღებული, მაგრამ შემდეგ ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები ადგილზე არ სრულდება, იმიტომ რომ ამის ინსტრუმენტები პრაქტიკულად არ არსებობს. მე მინდა ბატონ კობას გამოვეხმაურო, რომ მან რაც ისაუბრა პრაქტიკულად, მართლა სწორად ესეა, რომ ჩვენ საუბრობთ რუსეთზე, რომლის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ერთი და იგივეა და ახლობით ლაპარაკობს, რომ მისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ეს იყო გეოპოლიტიკური შეცდომა და კატასტროფა. პრეზიდენტი მედვედევი საუბრობდა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იმისთვის შემოიჭრა, რომ თავისი სახელმწიფო გადაერჩინა. ანუ ამ მენტალურ პრობლემასთან აგვაქვს საქმე. მეორე კიდე არის შემდეგი საქმე, რომ ჩვენ შემთხვევაში ვაშენებთ წარმატებულ, სწორედ ევროპაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს. ეს იმ ტერიტორიაზეც ჩვენ ვაკონტროლებთ. მეორე ტერიტორიაზე შენდება ყველაზე ცუდი ფორმით საბჭოთა კავშირი. და ეს მენტალური პრობლემა და ევროპელობა მერე გაჩნდება მაგალითად, როდესაც იყო გერმანიის გაერთიანების დროს. ეს ორი ერი მხოლოდ 40 წელი ცხოვრობდა განსხვავებულ რეჟიმში. და დღესაც არსებობს ის მენტალური პრობლემა და ამისთვის საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს როგორც გერმანია, ასევე ევროკავშირი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს. ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ შემთხვევაში როგორ იქნება, როდესაც ეს კრიმინალური, კორუფციული სტრუქტურა ერთიანად მოქმედებს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აი სწორედ ამიტომ არის, რომ ძალისხმევა უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე. აქ შეთავაზებებზე იყო საუბარი. არც ერთ კონსტიტუციაში არ მოიგზავნება მსოფლიოში ის შეთავაზება, რაც აფხაზებს ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ეს მოწონებული იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს იყო ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ეს არის ვეტო აფხაზურ საკითხებზე, ეს არის პარლამენტში ადგილები, ეს არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. განა არ უნდათ ამის გაკეთება აფხაზებს და არიციან კარგი რა არის და ცუდი რა არის. როგორ არიციან, მაგრამ ამის შესაძლებლობა უნდა ქონდეთ მათ. უფრო მეტი ჩვენ ვეუბნებით თქვენი თვითმყოფადობისთვის, თქვენი იდენტობისთვის, შენარჩუნებისთვის დაწერეთ ეს ყველაფერი ფურცელზე და დავიწყოთ ამის აღსრულება საერთაშორისო გარანტიებით, მაგრამ ეს არ სრულდება. ანუ პრობლემა აბსოლუტურად სხვაგან არის. პრობლემა არის იმაში, რომ საერთაშორისო დონეზე ამ საკითხს უნდა გადაწყვეტა. ზეწოლა რუსეთზე უნდა გაიზარდოს. ან გვექნება მეორე შემთხვევა, როდესაც იყო რიბენტროპ-მოლოტოვის გარიგება, მიუნხენის შეთანხმება და ასე შემდეგ. სოფლიო 21 საუკუნეში თუ უფრო წინ არ წავიდა, მაშინ ისე გვექნება ბელადი ისევ ააფრიალებს ქაღალდს და იტყვის, რომ დიდ შეთანხმებას მიაღწია და ჩემბერლენიც იტყვის, რომ მშვიდობა დაამყარა მსოფლიოს. მესმის ბატონ კახა, ჟენევის ფორმატს შევეხეთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთგვარად ჩიხში შევიდა მთელი ეს პროცესი და სიცოცხლის უნარიანობას კარგავს თანდათან ჟენევის ფორმატი? მე მგონია არავის არ ქონია რაღაც სერიოზული იმედები ან ძალიან ამბიციური იმედები ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ეს ფორმატი იქნება იმისათვის, რომ სწორედ იყოს ერთადერთი საშუალება, რომ მხარეებმა ილაპარაკონ, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს, რაც შეეხება სიტუაციის გაუმჯობესებას და მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას და მის შემდგომ განვითარებას, ამასთან დაკავშირებით ძალიან ცოტა იმედები იყო. რაღაცნაირად ჩვენ კარგად ვიცნობთ რუსეთის პოზიციას, რომელიც იყო ძალიან ხისტი, რუსეთის ქმედებებს, მის ასე ვთქვათ გეგმებს. ჩვენ როცა ვხედავთ, რომ რუსეთი ხარჯავს უამრავ თანხებს იმისათვის, რომ თავის სამხედრო ინფრასტრუქტურა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განავითაროს, ვთქვათ, უსაფრთხოების ზონა შექმნას, ვთქვათ, შეაფერხოს გადაადგილება ადამიანების საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ოკუპირებულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის, შეაფერხოს ნებისმიერი კონტაქტები ქართველებს, აფხაზებს, ქართველებსა და ოსეთს შორის და ასე შემდეგ და ამავე დროს ჟენევის მოლაპარაკებებზე რომ ქონდეს რაღაც იმედი, რომ სერიოზული წინსვლა მოხდება, ალბათ ეს არ იქნება სრულიად, ასე ვთქვათ, სწორად დანახული, სწორი ანალიზის შედეგი. მე მგონია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ეს არის რაღაც საშუალება, რომ პირველ რიგში თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია, თავიდან ავიცილოთ ომი და მივცეთ საშუალება
მხარეებმა კარგად იფიქრონ და რაღაც ახალი, ესე ვთქვათ, ახალი იდეები, ახალი აზრები შეიმუშაონ. კარგად გაიცნონ ერთმანეთის პოზიციები, ერთმანეთის არგუმენტები და ეძებონ რაღაც ახალი, მაგრამ ეს ახალი, რომელიც უნდა გამოჩნდეს, ანუ ეს გზა, რომელიც ჯერ კიდევ უნდა გამოჩნდეს, მე არ მგონია, რომ ჟენევის პროცესზე მოხდეს ამის რეალიზაცია, ან ჟენევის პროცესის შედეგად მოხდეს ამის რეალიზაცია. ეს მგონია, რომ ჟენევის პროცესი, რა თქმა უნდა, მოხდება მისი დისკრედიტაცია დროთა განმავლობაში, ყველა მიხვდება, რომ ის ვერ აღწევს იმ შედეგს, რომელზეც ორიენტირებული იყო ალბათ მოსახლეობის დიდი ნაწილი და ესე ხედავდა. ყოველ შემთხვევაში გაუქმება უარესი იქნება მაინც. გაუქმება, რა თქმა უნდა, უარესი იქნება, მაგრამ სანამ არ გაჩნდება რაღაც ახალი, მანამ უნდა იარსებოს. ბატონ მიხეილს მინდა შემდეგ ვკითხო, რა პერსპექტივას ხედავთ, რომ რაღაც ახალი ფორმატი გამოჩნდეს, გარდა ჟენევის ფორმატისა, რომელიც, როგორც ხედავთ, მაინც ესე იგი, შედეგს ვერ იძლევა. არა, გიორგი, ახლა პრობლემა ფორმატში არ არის. გასაგებია, მაგრამ კარგია. უკეთესი ფორმატი არც ერთი კონფლიქტის დრო არ გამოიყენება. ანუ ბატონშოთა გამოდის, რომ შეიძლება კარგი ფორმატები იქნეს მოფიქრებული, მაგრამ საკითხი არაზრუს არ დაიძრება მექანიზმებზეა საუბარი. და რა უნდა მოხდეს იმისთვის, სწორედ ეს შეკითხვა მაქვს, რომ რაღაც საკითხი დაიძრას და არ იყოს ყოველთვის ესეთ მდგომარეობაში. ვთქვათ, ჟენევის ფორმატი ყველანი თანხმდებით, რომ ვერ მუშაობს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს ახალი და თუ ხედავთ ამის პერსპექტივას. დიდი მადლობა კითხვისთვის. ჟენევის ფორმატზე ხანდახან ირონიულად ამბობენ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, ვინაიდან ის ერთადერთი. რაც შეიძლება პერსპექტივის შეცვლას, ალბათ პერსპექტივა უნდა შეიცვალოს რეგიონში. ეს კითხვა გარკვეულად უკავშირდება პირველ გადაცემის პირველ ნაწილში, რაზეც ვისაუბრეთ, შესაძლებლობებზე. მე მაგალითად ბატონაკობა მოგვიწოდა, რომ არ ვისაუბროთ ბანალური თემებით და გარკვეული, მაგრამ ამ დროს რეალისტური პოზიციიდან ვისაუბროთ. სწორედ ამ რეალისტური პოზიციიდან რომ ვისაუბროთ, უნდა ვთქვათ, რა შეუძლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირს და რა ინსტრუმენტები აქვს. ჩემი აზრით, ევროკავშირმა საკმაოდ ოპერატიულად გამოიყენა და ჩვენთვის, ასე ვთქვათ, თუ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას წარმატებით და შეიძლება ითქვას ბედმა გაგვიღიმო ამ სიტუაციაზე, 2008 წელს თუ ავიღებთ აგვისტოს 10 თვის წერტილად, საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა ის, რაც მას შეეძლო გამოეყენებია. მე პარალელურად გავავლო, მაგალითად, ევროკავშირის რეაქცია იქვე ბალკანეთის კონფლიქტებზე საკმაოდ დაგვიანებული იყო, თუ შევადარებთ რეაქციას საქართველოს შემთხვევაში, როდესაც პრინციპში თვეების განმავლობაში იყო ეს რეაქცია, 2 თვის თავზე იყო გამოყოფილი თანხა, გადაწყვეტილება იყო მიღებული და გამოყოფილი იყო თანხა პირველი დახმარების, რომელიც 9 მილიარდი იყო. იყო სწრაფი გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ იქვე ბალკანეთთან შედარებით. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სადა ვართ ჩვენ და ვიცოდეთ ჩვენი ადგილი და ფასი, ხო? აი ამის გაზომვის შედეგად ძალიან სწრაფი იყო ის გადაწყვეტილება დამკვირვებლების, მონიტორების. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომ ევროკავშირი არ არის ერთი ქვეყანა. ეს არის რამოდენიმე ქვეყნის გაერთიანება, რამოდენიმე სუვერენული ქვეყნის გაერთიანება, რომელთაც თავისი სუვერენიტეტის ნაწილი დაუთმეს ევროკავშირს და არა მთლიანად. ამიტომ არის არსებობს რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა, ამიტომ არსებობს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობა კიდევ დამატებით იმისა, რომ არსებობს, თქვათ, ევროკავშირი რუსეთის ურთიერთობა. ყველაფერ ამას თუ გავაერთიანებთ, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ მადლობის მეტი ამ სიტუაციაში არაფერი გვეთქმის. აქ ჩვენზეც არის ჩვენ გასაკეთებელზეც არის საუბარი ალბათ, იმიტომ რომ გარკვეულად ჩვენც გავზარდოთ ჩვენი ღირებულება. ჩვენ მაგალითად საქართველოს შეგვიძლია ჩვენი ღირებულება გავზარდოთ რეგიონის ღირებულების გაზრით, იმიტომ რომ ყველა უმეტესი ევროკავშირის პროგრამა, მათი ხედვები ჩვენს მიმართ გარკვეულ რეგიონულ მიდგომას გულისხმობს. მაგალითად, ეს ცნობილი ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომლის ნაწილი საქართველოა. საქართველო გახდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, მაშინ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი გახდა. ახლა იმავე დღეს არა, მაგრამ აი ერთიანი პროცესი იყო. საქართველო განიხილება როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ანუ
აღმოსავლური პარტნიორების ნაწილი, სადაც უკვე 6 ქვეყანა შედის. საქართველოს განიხილება როგორც შავი ზღვის ნაწილი და ასე შემდეგ. ერთი არის კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ლიდერ ქვეყანას. ევროკავშირი ასე მოქმედებს ძალიან ბევრგან, მაგალითად ხმელთაშუა ზღვის, ანუ ჩრდილო აფრიკის შემთხვევაში, მეზობლობის შემთხვევაში, იქ ლიდერი ქვეყანა საფრანგეთი, რომელიც ისაა ძლიერი ქვეყანა. ჩვენ შემთხვევაში ევროკავშირის ინტერესი ჩვენთან გაჩნდა მაშინ, როდესაც ევროკავშირი მოადგა ჩვენ საზღვრებს ბულგარეთის და ბატონი ელჩი მამ ქვეყანას წარმოადგენს და რუმინეთის მაგალითზე, ხო? მაგალითად ვიტყვი, კიდევ ერთხელ რეგიონულ და თემატურ ლიდერობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ალბათ საიდუმლოს არ ვიტყვი, რომ რუმინეთი არის ყველაზე ძლიერად, ყველაზე მრავალრიცხოვანად წარმოდგენილი დამკვირვებლების მისიაში, იმიტომ რომ ბუნებრივია ამ ქვეყანას უფრო მეტი ინტერესი აქვს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომელიც უფრო შორს არის ჩვენი საზღვრებიდან. ანუ როდ უპასუხოთ თქვენს კითხვას, მე მგონი ჩვენი რეგიონული ასე ვთქვათ ღირებულების გაზრდით, ჩვენი რეგიონის ღირებულების გაზრდით, ჩვენი რეგიონის პარტნიორების, მაგალითად ბულგარეთთან, რუმინეთთან უფრო მეტი ინტენსიური კონტაქტების გაზრდით შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, რომელიც შეცვლის აი ამ კონფლიქტის დარეგულირების ფორმატს. გასაგებ ჟენევის ფორმატზე შემდეგ ბატონ ელჩს მინდა ვკითხოთ ცალკე, მანამდე ქართულ მედია თქვენ კითხავთ ზოგადად მისიებზე, რომელთაც დატოვეს აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორია. შეიცვალა თუ არა არსებითად მათი იქ არ ყოფნით რამე, ან ისინი რომ ყოფილიყვნენ იმ ტერიტორიაზე, აი თლიან სურათს ცვლის თუ არა ოდნავ მაინც მათი არ ყოფნა, ან ის რომ ყოფილიყვნენ. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა ცვლის, იმიტომ რომ მაგალითისთვის არ ვიღოთ ვთქვათ აფხაზეთი და გალის რეგიონი. მაშინ როდესაც გალის რაიონში იყო გაეროს სადამკვირვებლო მისია, გაეროს კეთდებოდა მოხსენებები, რეგულარული მოხსენებები სიტუაციის შესახებ, ანალიზის შესახებ, დამკვირვებლები აკვირდებოდნენ ტერიტორიას, ზომავდნენ ვთქვათ სამხედროების რაოდენობას, იქ შეიარაღების რაოდენობას, რამდენად შესაბამებოდა შეიარაღება და სამხედროების რაოდენობა დოკუმენტის ხელშეკრულებაში მოცემულ რაოდენობას. ხშირად შემდეგ აი ამ ანგარიშების შემდეგ ეს ღია იყო ანგარიშები და გქონდა ასე თუ ისე ღია სურათი. ჩვენ შეგვიძლია ანალიზი გაგვეკეთებინა რა ხდებოდა კონფლიქტის ზონაში, როგორც განისაზღვრებოდა ეს 15 კილომეტრი გალის რაიონში და ზუგდიდის რაიონში. დღესდღეობით სამწუხაროდ ასეთი სიტუაცია არ აქვს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცხინვალის რეგიონში მართალია მხოლოდ 8 დამკვირვებელი იყო, ეუთოს 8 დამკვირვებელი იყო ცხინვალის რეგიონში, პატარა რიცხვია ეს, მაგრამ მაინც ცხინვალის რეგიონი ღია იყო. თითქმის განსაკუთრებით 2004 წლამდე დანარჩენი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისათვის გადაადგილება ასე თუ ისე შედარებით თავისუფალი იყო. დღეს სამწუხაროდ გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ რეალურად არ ვიცით რა ხდება სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. განსაკუთრებით ეს ეხება ვთქვათ რუსულ ჯარს და რუსულ სამხედრო ტექნიკას. გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს ასე ვთქვათ არაოფიციალური, ეს არის ინფორმაცია, რომელზეც ოფიციალურად რუსეთი აცხადებს. ეს შეიძლება იყოს გაცილებით მეტი, ვთქვათ, ან გაცილებით ნაკლები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგალითად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ერთ-ერთ ინციდენტის დროს. ეს იყო დაკავება მოხდა ერთ-ერთი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლის, რომელიც დააკავა ქართულმა პოლიციამ და de facto ხელისუფლების განცხადებით ეს ადამიანი ქართულმა პოლიციამ გაიტაცა. მაშინ როდესაც ჩვენი პოლიცია ამტკიცებდა, რომ მან ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთა და შეიარაღებული იყო. ამ შემთხვევაში რატომ არის ეს ინციდენტი თვალსაჩინო? იმიტომ რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა ცხინვალის რეგიონში, შეამოწმა ეს ადგილი, გამოიკვლია, გაესაუბრა დაკავებულის ნათესავებს, თვითმხილველებს, ქართულ პოლიციას და დაადგინა ძალიან ესეთი ობიექტური რეალობა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. რეალურად მოხდა ისე, რომ არც ქართული პოლიციის განცხადება და არც ქართული მხარის და არც ოსური მხარის განცხადება არ იყო, ასე ვთქვათ, სწორი. და რეალობა ის იყო, რომ
არც შეიარაღებული არ ყოფილა ეს ადამიანი, მაგრამ არც მოტაცებული არ ყოფილა და მან სინამდვილეში ნასვამ მდგომარეობაში მართლაც გადმოკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი. თუმცა არ იყო შეიარაღებული. ანუ იმაში არის ვთქვათ აქ მნიშვნელოვანი ის არის რომ ძალიან კარგი იქნებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაშვებული იყოს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთის ტერიტორიაზე. გვექნებოდა ნამდვილად მეტი ინფორმაცია რა ხდება იქ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მიკროფონი მიაწოდეთ თუ შეიძლება. ის რომ სადამკვირვებლო მისია მოქმედებს ევროკავშირის კონფლიქტურ ზონებთან, უფრო ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ხომ ის რომ არ არის ეს საპოლიციო ძალები, ესეც ხომ არ გამოიწვევს ერთგვარ ნიჰილიზმს, თქვათ ჟენევის ფორმატის მიმართ არის ნიჰილიზმი, ის რომ ევროკავშირის წარმომადგენლები მხოლოდ დაკვირვებით შემოიფარგლებიან, მათ არ აქვს საპოლიციო ფუნქცია, ესეც ხომ არ შეიძლება გახდეს გარკვეულწილად მოქალაქეებში ნიჰილიზმის საფუძველი. ჩემი აზრით უფრო მეტ პრობლემას ქმნის რეალურად ის, რომ იმ მისიას, რომელიც წარმოადგენელია საქართველოში, რეალურად არ ეძლევა თუნდაც მონიტორინგის განხორციელების საშუალება ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და ანუ არსებითი მნიშვნელობა იმას პოლიციური ძალები იქნება თუ სადამკვირვებლო არ აქვს, თუ კი მათ არ მიეცა საშუალება იმისა, რომ რეალურად განახორციელონ ის მისია და შეასრულონ ის მისია, რისთვისაც ისინი არიან მოვლენილი საქართველოს ტერიტორიაზე. გასაგებია, კარგით, მე მინდა კი ბატონო, შემდეგ ბატონელს უნდა მივცე სიტყვა, იმიტომ რომ ვიცი რომ მოჩქარება საინტერესო არის ის რომ 2004 წლამდე იყო სერიოზული პროექტი, რომელიც მიხედვით ყოფილიყო ერთობლივი საპატრულო ესე საპოლიციური ისინი შექმნილი არ მხოლოდ საერთაშორისო, არამედ აი ქართულ აფხაზური და რომელთაც ერთობლივი პატრულება უნდა გაეკეთებინათ კონფლიქტის ზონას. აი ეს იყო ასეთი იუნომიკში არსებობდა ასეთი პროექტი. კარგით. რაც შეიძლება მოკლედ ლაშა მე მინდა გკითხოთ იმ ექსპუნქტიანი შეთანხმების შესახებ, ხომ არ ფიქრობთ რომ თანდათან დავიწყებას ეძლევა საერთოდ ეს ექსპუნქტიანი შეთანხმება და მას შესრულება უბრალოდ არ უწერი? ისეთ რა არის სიგნალები ბუნებრივია სხვა ტიპის, როდესაც შეიძლება ვიფიქროთ რომ რაღაც კითხვები ჩდება ამ ექსპუნქტიან შეთანხმებასთან, ის რომ არ შესრულდა ექსპუნქტიან შეთანხმება გასაგებია და ძალიან სამწუხაროა. იცით მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ მე მეჩვენება რომ ჩვენ ხშირად არარეალურად უყურებთ და ვითხოვთ ისეთ რაღაცებს, რისი მოთხოვნაც, ну კარგია, ლამაზია, მშვენიერი სიტყვებია, მაგრამ არარეალისტურია, იმიტომ რომ არ ვერ ხედავ მე დღეს თუ იმას თუ რა გვინდა, რა გჭირდება ევროკავშირისგან. აი რა გჭირდება ევროკავშირისგან კონფლიქტებთან მიმართებით. მე ესეთი ჩამოყალიბებული მკაფიო გეგმა ან კონკრეტული წინადადებები, ну არ ვიცი, ხა მე არ მომისმინე, შეიძლება სადღაც მაგიდის ქვეშ ან სადმე თაროზე არსებობს, მაგრამ რა გჭირდება ჩვენ ამერიკელებისგან კონფლიქტი. ხლა ის საუბარი, როდესაც ჩვენ ვამბობთ ან ყველაფერი ან არაფერი, ხა მიყვეს იცით 20 წელი გავიდა დამოუკიდებლობა და ეს აზრები ვერ ამოვიდეთ. ან ვიძახით ხოლმე რომ აი სასტრაფოდ უნდა ტერიტორიულ მთლიანობა აღიარონ, ან მე როდესაც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ხო ხედავთ არ გამოდის ეს და მოდი ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ხა შვაში ხო არსებობს რაღაც პროცესი, ნაბიჯი, ხა პირდაპირ სახურავს რომ ვაშენებ, ჯერ საძირკველი ხო უნდა გათხარო, ან პირველი სართული აშენო, მეორე, მესამე პროცესის დანახვა ხო შეიძლება, აი როგორ უნდა მივიდეთ მიზნამდე. სწორედ ეგ არის პრობლემა, როდესაც ჩვენ საზოგადოება ხშირად აქ ნიჰილიზმი ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ უნდა კონდეს ნიჰილიზმი, იმიტომ რომ ისეთ რამებს ვითხოვთ მათგან, რისი მოთხოვნაც არასერიოზულია და ზოგიერთ შემთხვევაში მართლა გვაქვს საშუალება და საფუძველი ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ იქ ვერ ხედავთ ამს, იმიტომ რომ როგორც წესი პროცესის დანახვის, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ უნარი ნაკლებათა გვაქვს, იმიტომ რომ ედბაშად უცბად გვინდა როგორც წესი რაღაცებს მიღწევს. სწორედ ესეთი რამე არის ეს ექსპუნქტიანი შეთანხმებაც და რეალიზმი პოლიტიკაში რა არის. ну ხედავთ რომ გაიჭედა ხო პროცესი, ხა არც იქით არის, არც აქეთ არის და ხა რა გადაწყვეტილებები გაჩნდა უცბად ვიღაცები ამბობენ რა გვინდა ჟენევის პროცესი, მოდი გავაუქმოთ. ნაწილი ძახის რომ საერთოდ ავაღიაროთ, არაფერი არ გამოდის აფხაზეთი. მოდი რასაჭიროა ისიც კი მოვისმინე რომ რასაჭიროა ის დამკვირვებლები ევროკავშირის, რომლებიც იქ დადიან და ასე ვთქვათ მოძრაობენ, რას გვაძლევს ეს? ну რას ნიშნავს რას გვაძლევს ეს? რატომ ვერ მიაღწია ევროკავშირმა იქით მხარეს, რატო არ დგანან ასე ვთქვათ ევროკავშირის დამკვირვებლები, ესე იგი არ უნდათ, ესე იგი ცუდია. რატომ პოლიციური ძალები არ არის იქ? რატომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყეს ამერიკელებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით, აი ვიდრე ჩვენ
არ ვიქნებით რეალურები პოლიტიკაში და იმას ვერ დავინახავთ, რისი უნარი გვაქვს და რა შეიძლება გაკეთდეს პატარა ნაბიჯი, აი მოდით ჩავატაროთ თუ გინდათ გამოკვლევა, კითხვები დავსვათ, აი რა პატარა ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას დღეს, რო კითხოთ, ახლა ხო არიან ექსპერტები, არაექსპერტები, პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები, კითხოთ, აი რა არის ის პატარა ნაბიჯი, რომელიც დაგვაახლოვებს იმ მიზანთან, რომელიც ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა ვინმე არის ორიენტირებული. პრობლემაც ესაა, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული იქიდან გამომდინარე იმ ნაბიჯებზე, რისი უნარიც გვაქვს, რა საერთაშორისო კონტექსტი არსებობს, რა არის ეს დღეს ეს რუსეთი, რა არის ეს ევროკავშირი, რა პრობლემებია შიგნით ევროკავშირის, რა პრობლემებია, რა არის ეს გადატვირთვის პოლიტიკა და აქედან გამომდინარე ვიფიქროთ ჩვენც, იმიტომ რომ ისიც არ არის სწორი, რომ თუ ქვეყანა არ დაიქცა ჩვენს გულისთვის, ესე ყველას გავებუტო და არც ის არის სწორი, რომ საქართველოს არაფერი არ შეუძლია და არ შეიძლება დაიბადოს თბილისში რაიმე კონკრეტული გეგმა, იდეა, რომლის განხორციელებაც არის შესაძლებელი. აი, აქ არის ჩვენი პრობლემა. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მე მგონი უნდა ვიყოთ სწორედ ბოლოს ამას ვიტყვი კონცენტრირებული იმაზე, რომ ნაბიჯები გადავდგათ ისინი, ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება მისაღები მომგებიანი ევროკავშირისთვის და მათ აქვთ ინტერესები კავკასიაში, აქვთ ინტერესები საქართველოში, აქვთ ინტერესები აფხაზეთში, მათ შორის, იმიტომ რომ ეს არის რუსეთის საზღვარი, ეს არის ევროკავშირის საზღვარი, ეს არის შავი ზღვის რეგიონი, ეს არის ნატოს საზღვარი ზღვით და ასე შემდეგ და გავიაზროთ ეს ინტერესები და რაღაცნაირად მიუსადაგოთ ჩვენი ინტერესები ამას და ვიფიქროთ, რომ კონფლიქტის მოგვარებაში მარტო ის კი არ არის სწორი, რომ მე მოვიგო ყველაფერი და ვიღაცამ წააგოს, ან და პირიქით ვიღაცა მოიგოს და ყველაფერი მე წავაგო. არამედ ვიფიქროთ და ვიაროთ იმ გზით, რასაც ქვია მოგების სტრატეგია, რაც არასოდეს არ იყო სამწუხაროდ ჩვენს პოლიტიკაში. და ბატონ ელს უნდა ვაპასუხებინოთ. ეთანხმებით ბატონ ლაშას, რომ ხანდახან კი არა და ხშირად თავად არ ვიცით, ანუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და რა უნდა გვინდოდეს ევროკავშირისგან, ან თავად არ არიან ჩამოყალიბებული ამაში საქართველოში. დიახ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, იმიტომ რომ რეალობის გათვალისწინებას უპირველესია ეს. ყველას ეხება ეგა, როგორც დაუშვათ საზოგადოებრივ დიპლომატიას, რომელიც წარმართავს და პოლიტიკოს თავისთავად და ხშირად არის რომ ჩვენ გვაქვს აცდენები, როგორც თავიდან თქვი რომ აი შვეიცარია იყო რაღაც ილუზია, დღეს უფრო მეტი რამ კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ. ბატონ ელს მე ვეთანხმები იმ ფორმულაში რომ მომხიბვლელი უნდა ვიყოთ და დავამატებდი რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უნდა ვიყოთ მომხიბვლელი, ქვეყანა უნდა ცხოვრობდეს კარგად რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც გადახედავ კონფლიქტების ისტორიას, ხედავ რომ ეს ეკონომიკურად მდგრადი და მაღალ განვითარებად სახელმწიფოებში ვერ არის კიდევ ყველაფერი ეკონომიკაზე დამოკიდებული, თქვათ იგივე ჩრდილო ირლანდიაში შეიძლება ძალიან კარგად ცხოვრება ადამიანმა აიღოს თქვა და ესროლოს ვიღაცას ქუჩაში გამოვას, რომელიც თუნდაც მოწინააღმდეგე ბანაკიდან არის და ამასინათ ჰქონდა ერთი რადიო გადაცემა და ერთ-ერთმა მწერალმა დათო ტურაშვილმა თქვა რომ ეს ისტორია მოყვა, როდესაც მამაც გულს იღებდა ამერიკელები როდესაც იღებდნენ გიბსონი ცნობილი მსახიობი მე თუ არ ვცდები, მაშინ შოტლანდიელებმა არ მოისურვეს ინგლისელების ფორმა ჩაეცვათ. აი იყო მასოვკებს რომ მოძახიან, მასიური გადაღებები და ჯარისკაცები უნდა ეთამაშონ. საიდანღაც ჩამოუყვანიათ. ანუ არის რაღაც კიდევ რაც სიძულვილთან არის დაკავშირებული. ანუ ამ ეკონომიკას უნდა თავისი მაღალ განვითარებული კულტურა, სულიერება და ზნეობა და აი აქაც ძალიან დიდი რეალიზმის შეგრძნება უნდა გქონდეს და ისეთი ადამიანები წარმართავს. გასაგებია, ყობა დიდი ხნის წინ ჩამოგართვით სიტყვა ჟენევის ფორმატზე და შემდეგ მოიარა ასე ვთქვათ ამ თემამ მთელი დარბაზი. ჟენევა მე მგონი თემა ამოიწურა, ამიტომ ეხლა ამაზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ რამოდენიმე გამოთქმულ აზრზე, რა თქმა უნდა, მინდა თუ რაღაც თქვა. აი, როდესაც მე ევროკავშირზე ვსაუბრობდი ბატონ ლაშა, მე აი ესეთ რაღაცას ვიტყვი. აი, მესიჯი ვაშინგტონიდან ჩემთვის ნათელია. ის გაახმოვანა სახელმწიფო მდივანმა და მოგვიწოდა სტრატეგიული მოთმინებისაკი. აი, ბრიუსელის მესიჯი ჩემთვის გაურკვეველია. კიდევ გიმეორებთ უდიდესი მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევიან და მაგრამ ჩვენ თემა გვაქვს ევროკავშირის მონაწილეობა კონფლიქტების სრულ მასშტაბიან მოწესრიგებაში. ვერ ვხედავ პერსპექტივას. ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მათი მოქმედება არის არასისტემური და მათი მოქმედება არ არის მიზანმიმართული
იმისკენ ვიზეც უნდა იყოს მიმართული. ახლა კიდევ ვამბობ, ახლა მესამე მსოფლიო ომს რა არ დაიწყებ და გასაგებია და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და რეალიზმს თუ დაუბრუნდებით, ხომ? ჩვენი მთელი უბედურებაც ეს არის, ბატონო ლაშე, რომ რეალისტები 10-90 წლების ბოლოს ყოფილვართ, განსაკუთრებით რეალიზმმა გვიღალატა 2008 წლის აგვისტოში, ეტყობა, ეხლაც რეალიზმი, მაგრამ არის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვერ ვიტყვით, ვერანაირი რეალიზმის мотивაციით. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმ თემებს მე საერთოდ არ ვეხები, იმიტომ რომ ძალიან კარგად მესმის, უნდათ რომ ალაპარაკოთ, მაგრამ სპეციალურად არ ვილაპარაკებ. ეხლა შესაძლოა აქ ბევრი მიხვდა რაზეა საუბარი. მაგრამ მე ვფიქრობ, სულ იმას ვფიქრობ, საიდან ქრის ქარი და ის რომ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოდ არ ქრის ეს ქარი, ნათელია და ამდენად ამ კამაში საერთოდ არ შევდივარ. და მოკლედ კობა თუ შეიძლება ერთი თემა, ალბათ, ერთი თემა სულ მოკლედ ვიტყვი. პრობლემა რომელიც ევროკავშირს უკავშირდება და ისევ ჩვენს პერსპექტივას და მომავალს იმ ოპერაციას, რომელსაც ისინი აქ ანხორციელებენ. ყველაფერი ძალიან ნათელია, ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთის პერსპექტივაზე. ის დაადგება მოდერნიზაციის გზას თუ მარგინალიზაციის გზას. ჯერჯერობით რასაც ხედავთ, მარგინალიზაციას უფრო ხედავ ვიდრე ასე ვთქვათ დემოკრატიზაციას. ამდენადაა ჩემთვის მტკივნეული და ძალიან ბუნდოვანი ის პერსპექტივა, როგორ მონაწილეობა ევროკავშირის ამ ვითარებაში, ამ მოცემულობაში, ამ ფორმით, როდესაც ის სულ სხვა განზომილებისკენ მიდის. ბატონ შოთა და შემდეგ ბატონ ელჩოხოთ, მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენი დრო ამოიჭრა, ბატონ ელს კიდევ როგორც ვიცი ძალიან ეჩქარე. ჩვენ გვაქვს პრობლემის გადაწყვეტის კარგი მაგალითები. მაგალითად, გერმანია გადარჩა, იმიტომ რომ ფერგეს გულისხმობ, როდესაც მთელი დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მას დაუდგა გვერდით და ბერლინის მომარაგება ხდებოდა ციდან. და ასეთი გერმანია, რომელიც ვერ აკონტროლებდა საარის მხარეს, მიღებული იქნა ნატოში. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ნატოსთან დაკავშირებით მავს გულისხმობ, იყო გარკვეული გაუგებრობები, ეს რუსებმა ჩათვალა მწვანე შუქად. როდესაც არის საუბარი ევროკავშირზე, ევროკავშირს აქვს ნათელი მაგალითი, როდესაც კვიპროსი მთლიანად მიიღო ევროკავშირის წევრად, მაგრამ იურიდიულად, მაგრამ ფაქტობრივად მიიღო მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც აკონტროლებდა მხოლოდ ბერძნული მხარე. მერე ბერძნებმა დაუშვეს შეცდომა და ხელიდან გაუშვეს შანსი კვიპროსის გაერთიანების, მაგრამ ეს პრობლემა არსებობს. და მეორე არის ის, რომ ჩვენთან მიმართებაში 2008 წლის აგვისტოში ორ კვირაში ის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ორ კვირაში რუსეთმა ფარატინაკ აღავდათ აქცია და თქვა, რომ ამ რეგიონებს, რომელშიც მოხდა ეთნოწმინდა და ეს არის ოკუპირებული, მე ვეძახი დამოუკიდებელ სახელმწიფოს. აი, ეს იმდენად ღირებული საკითხებია და იმდენად 21 საუკუნეში ყველა სტრუქტურას, მათ შორის დასავლეთს, აქვს მოქმედების დიდი საშუალება და ეს როდესაც იქნება გააზრებული და ერთიანად გაკეთებული, ამ დროს ეს პრობლემები გადაწყვეტება და ამის საშუალება ჩვენ გვაქვს. მინდა ვკითხო, გამოითქვა ჟენევის ფორმატზე სკეპტიციზმი, ასევე კობა მახსენა, რომ პირადად მისთვის თქვათ ბრიუსელის მესიჯი არ არის თქვათ გასაგები, მე მინდა თქვენ ამას უპასუხოთ და შემდეგ დავასრულოთ გაცა. I don't think that this is serious. მე არ მგონია რომ ეს ძალიან სერიოზული დამოკიდებულება იყოს. Any difference in clarity of the messages of the United States. მე არ მგონია რომ ამჟამად არსებობს რამე განსხვავება მკაფიობის თვალსაზრისით ამერიკის თუ ევროპის პოზიციებისა, მესიჯებისა. მე დიდი თაყვანისმცემელი ვარ ამერიკის შეერთებული შტატებისა. მე ყოველთვის ვიყავი something which is not true at this point of time. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვიტყოდი რომ რაღაცა არასწორზე ვიტყოდი რომ ეს სიმართლეა. მესიჯები, გზავნილები ამერიკის და ევროპის არის ერთი და იგივე. შეიძლება რაღაც ეტაპებზე ისინი გამოიყურებოდა განსხვავებულად, მაგრამ იმ პერიოდის განმავლობაში 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული მხარდაჭერა ევროკავშირის იყო ისეთივე მტკიცე, როგორც ამერიკის მხარდაჭერა და ფაქტობრივად იყო ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელიც განახორციელა ევროკავშირმა, რომელიც იყო სასარგებლო საქართველოსთვის. მე მგონია რომ ძალიან არაგონივრული იქნებოდა, რომ შევეცადოთ გარკვეული ასეთი კონკურენცია შევქმნათ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, ასე ვთქვათ, დასავლეთ სამყაროს ორ მხარეს შორის ასეთი დაპირისპირების შეტანა. ეს არის ზუსტად ის, რასაც ცდილობენ გააკეთონ
ისინიც არ არიან დასავლეთის მეგობრები. სწორედ მას სურს, რომ მოდი დავაპირისპიროთ ისინი, მოდი შევქმნათ მათ შორის კონკურენცია, მოდი მათ ისინი წავაჩხუბოთ. საბედნიეროდ ჩვენ ამას არ წამოვეგებით. მაგრამ თუ მე ხა გეტყვით, რომ there is a solution we can bring to you tomorrow. You would not believe me. არის გადაწყვეტილება, რომლის გაკეთება ხვალე შეიძლება, თქვენ არ დამიჯერებდით. თქვენ ხო არ დამიჯერებთ, რომ თქვით ხარ რომ არის შესაძლებელი. Tell you that there is a solution we can bring in a week's time. რომ ვთქვათ, რომ არის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ერთ კვირაში გადაიჭრას, არ დამიჯერებდით. Evidently we won't understand. ანუ რეალურად უნდა ვაღიაროთ, რომ any approach to the problem. ნებისმიერი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ საჭიროებს დროს. No one on earth or in heaven ამ დედამიწაზე და ცაშიც კი ვერავინ ვერ მოიცეთ. Exactly when იმის გარანტიას რა როდის და რანაირი ფორმით იქნება ეს შედეგები მიღწეული. მაგრამ როგორ თქვენ სორტად გეკითხათ ჟენევის მოლაპარაკებებზე, მე ვიტყოდი. If this is not something I can solve urgently. თუ ეს არ არის რაღაც რისი გადაჭრას ახალ შემიძლია. მე არ მოვიკლებ ჩემ თავს შესაძლებლობას, არავითარ შესაძლებლობას, რომ გამოვიყენო რაიმე სხვა შესაძლებლობები პრობლემის გადასაჭრად. როგორც არ უნდა შესაძლებელი ეს იყოს. მე საქართველოს ვურჩევდი, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. ნახსენები იყო, რომ an effort and a particularly good job. ევროკავშირის მონიტორინგის მისია ახორციელებს მნიშვნელოვან მისიას. ისინი არიან მონიტორინგის მისია, ისინი არიან საგამომძიებლო მისია, ისინი არ არიან კანონის განახორციელებელი კანონდამცველი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად მათთვის ძალიან მტკივნეულია უყურონ იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს და მათ არ შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა, იმიტომ რომ მათ მანდატში არ შედის. მაგრამ მე მგონი UMM-ის ევროკავშირის მონიტორინგის როლი გამოყენება ძალიან სერიოზულია. ჟენევის მოლაპარაკებები ვიღაცა ახსენა, რომ I wouldn't even say that they can make this kind of fantastically great decisions that implementation can one way or another. მე იმასაც ვიტყოდი, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არ შეიძლება მოღებულ იყოს რამე ისეთი ფანტასტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მართლაც მოაგვარებდა პრობლემას სრულად, მაგრამ ეს არის დიალოგის შენარჩუნების საშუალება. ეს არის საშუალება, რომ შევინარჩუნოთ ეს თემა დღის წესრიგში. დღის წესრიგის თავში. და ხშირად ისმის კითხვა, სვამს თუ არა ევროკავშირი ამ კითხვას მოგივათ. კი, ჩვენ სვამთ ამ თემას. არ არსებობს არც ერთი შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებისა, რუსეთის ლიდერებთან, როცა არ წამოიჭრებოდა საქართველოს საკითხი. თქვენი ყოდით ჩვენ შედეგებს ვერ ხედავთ. როგორც ჩანს, საკმარისი არ იყო თქვენი თქმით. შეიძლება მე ვიტყოდი იმდენად აქტიურები ვიყავით, იმდენად მიზანმიმართულები ვიყავით, რამდენიც ჩვენ შეგვეძლოთ. კონდეს შესაძლებლობა, რომ შევინარჩუნოთ დიალოგის რაღაც დონე, გვაძლევს საშუალებას, რომ განვავითაროთ პროცესები. ეს თქვენ მართალი ხართ. მხოლოდ ეკონომიკაზე არაა საუბარი. ეკონომიკას დიდი როლი აქვს. ეს არ არის მხოლოდ კულტურა, რა თქმა უნდა, კულტურას დიდი როლი აქვს. It is this undescribable thing. არის ეს აღუწერელი რაღაც, რასაც ჩვენ ხშირად ვეძახით დაახლოებას. თქვენ ზატეკავით 2008 წელს თქვენ ზატეკავით დახტომი გაგეკეთებინათ. I remember times in my life when I was also ready to jump and it didn't quite work. მე მახსოვს ის დრო ჩემს ცხოვრებაში, როგორც ჩვენ გვინდოდა ნახტომის გაკეთება, მაგრამ არ გამოვიდა. ამ ნახტომის გაკეთება. ჯობია ნახტომის გაკეთება, როცა არის მტკიცე საფუძველი. და თუ საქართველოს ექნება მტკიცე საფუძველი, ის მართლაც შეძლებს ამ ნახტომის გაკეთებას. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღევანდელი დისკუსია ამით დასრულდა. რეკლამის შემდეგ კი წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან რამდენიმე წუთში. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, დაგველოდებით. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან.
საფრანგეთის მთავრობის მთავარი მრჩეველი ჟან მონე 1950 წლის 9 მაისის შუმანის დეკლარაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო. სწორედ ამ დეკლარაციით ჩაეყარა საფუძველი ევროპის ფოლადისა და ქვანახშირის ქვეყნების გაერთიანების შექმნას. ეს ფაქტი კი ევროკავშირის დაბადების საწინდარი იყო. 1942-55 წლებში ჟან მონე ევროპის ფოლადისა და ქვანახშირის ქვეყნების გაერთიანების აღმასრულებელი ორგანოს პირველი პრეზიდენტი იყო. არ იქნებოდა სამართლიანი ჟან მონეს ღვაწლის მხოლოდ ეკონომიკური სფეროთი შემოფარგლა. მისი განთქმული ფრაზა იყო: ჩვენ ვაერთიანებთ ხალხს და არა ქვეყნებს. სწორედ ამ გამონათქვამს ეფუძნება დღევანდელი კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები. 1988 წელი ჟან მონეს წლად გამოაცხადეს. 1986 წლის 29 მაისს ევროპის დროშის ინაუგურაცია გაიმართა. ბარლეიმონტის შენობის წინ თავდაპირველად ევროპული თანამეგობრობის წევრი ქვეყნების დროშები და შემდეგ ევროპის 12 ვარსკვლავიანი დროშა აღმართეს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ემბლემას წარმოადგენს. ინაუგურაციას ესწრებოდა ევროკომისიის მერვე პრეზიდენტი ჟაკ დელორი. დროშა ევროკავშირის ჰიმნის თანხლებით აღმართეს. იმ ჰიმნის, რომლის მიღების იდეა 1971 წელს წარმოიშვა. იგი წარმოადგენს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის პრელუდიას, სიხარულის ოდას. დღეს ეს ჰიმნი ევროპის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ევროპის დროშის ინაუგურაციის შემდეგ ევროვიზიის გამარჯვებულმა სანდრა კიმმა შეასრულა თავისი სიმღერა „მე მიყვარს სიცოცხლე“. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გვემშვიდობებათ მომავალ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათამდე პირველ არხზე. ნახვამდის.